ჩვენ ახლა ვიმყოფებით დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაჩვენებთ ახლა რა მდგომარეობა არის აქ. დეზერტირების ბაზართან იკრიბებიან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ყველასთვის ცნობილი შეფმზარეულები, ის ადამიანები, რომლებიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ ან ამ სფეროს სტუმრობენ, მოსულები არიან დეზერტირების ბაზართან და მას შემდეგ რაც შეიკრიბებიან ისინი სიმბოლურად თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან, ასე რომ ვთქვათ, გადაინაცვლებენ ქვეყნის მთავარი გამზირისკენ, რუსთაველის გამზირისკენ ხელახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ტრადიციულად ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნაც. ერთ-ერთი ცნობილი შეფმზარეული ლაშა რამიშვილი იმყოფება აქ და ვკითხავ მას. ლაშა, მოგესალმებით, რომ გითხრათ უფრო ვრცლად თქვენი პროტესტის შესახებ, აი რატომაც ხართ გამოსული ქუჩაში, აი რა მიზეზი არის, რომ ყოველდღიურად ყველა სფეროს წარმომადგენლები გამოსულები ხართ ქუჩაში და მართავთ მსვლელობებს? ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაც არის საქართველოში და რა საფრთხეებიც არის საქართველოში. თავის დიქტატურას უახლოვდებით და ევროპას ვშორდებით და ვშორდებით. აქედან გამომდინარე, ამ სფეროს წარმომადგენლები და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიზნესის და ეკონომიკის ძალიან დიდი წილი უკავია ამ სფეროს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ითქვას და ჩვენი ხმაც გაიგონოს ყველამ. რომ ამ პროცესებს არ შევეგუებით და ეს არ იქნება მხოლოდ მსვლელობა, ჩვენ ძალიან დიდხანს დავრჩებით ქუჩაში და მზად ვართ, რომ თვეებიც ვიდგეთ ქუჩებში. აი ხო, რა საფრთხემ გამოიყვანა ეს ამდენი ადამიანი ქუჩაში ყოველდღიურად? უწყვეტი პროტესტი არის, ვადევნებს თვალს, რომ უკვე მე-20 დღეა მოქალაქეები გამოსულები არიან ქუჩაში. რა საფრთხე დაინახეს მათ? ძალიან დიდი საფრთხეები არის. ერთ-ერთი საფრთხე რაც შეიძლება იყოს ის არის, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში კულინარიის ცოდნის მიღებას და ასე შემდეგ, რომლის წყვეტაც აუცილებლად გვექნება თუ ვიზებს გააუქმებენ და არ შეგვიშვებენ. მეორე საფრთხე ის არის, რომ ეკონომიკურად დღითიდღე უარესდება სიტუაცია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გრძნობთ საფრთხეებს ძალიან ახლოდან უკვე, იმიტომ რომ სამსახურებში შემცირებები არის და ასე შემდეგ. ბიზნესებიც ძალიან უჭერენ და ნუ მოკლედ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს რა და ერთს დავამატებ, რომ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს ციხეებში არიან, ჩვენს თავს გრძნობთ დაპატიმრებულებად და ვერასდროს ვერ ვიქნებით თავისუფლები თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება ციხეში. დიდი მადლობა შეხვმზარეულ ლაშა რამიშვილს უსმენდით ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში და ოპერატორს თხოვ გაჩვენოთ კადრში, რომ ნელ-ნელა იკრიბებიან აქ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ყველასთვის ცნობილი ადამიანები, აი თხოვ გადავიდეთ იქით, სადაც ასევე იკრიბებიან ამ სფეროს წარმომადგენლები და გავისაუბრები კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც აქ აქციაზეა მოსული. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ. სიმბოლურად ხედავთ, რომ რითი ხართ მოსული. მენიუ სტარტერზე გვაქვს პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ძირითადი კერძი არის ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და დესერტზე, რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაცია. სულ ეს არის. ბატონო, ხო ხედავთ, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები ყოველდღე ქუჩაში დგანან მოქალაქეები. ჩვენც ვართ, უბრალოდ დღეს არის ჩვენი ინდუსტრიის, ესე ვთქვათ, გამოსვლა. ხო, აი რატომ, აი რა საფრთხე დაინახეთ, რომ ქუჩაში გამოხვედით და უწყვეტ პროტესტს მართავთ ყოველდღიურად? ნუ ჯერ ერთი არანახული ძალადობა, ესეთი სისასტიკე кайხანი არ მახსოვს და მეორე ის რომ სხვა მიმართულებით უცებ, სხვა მიმართულებით გავიღვიძე და სხვა მიმართულებით წავიდეთ სადაც საბჭოთა კავშირისკენ. ხო, აი კონკრეტულად თქვენი სფერო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო, რა საფრთხის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპასთან შეაჩეროს ყველანაირი ურთიერთობა. იცით, ყველაზე ნაკლებად ეხლა მადარდებს ჩვენი სფეროს კეთილდღეობა. პირველ რიგში ჩემ შვილებზე ვფიქრობ და ჩვენ ქვეყანაზე. დანარჩენი უკვე თავისთავად ჩვენ თუ ევროკავშირში ვიქნებით, ჩვენი სფეროც განვითარდება და ქვეყანაც. დიდი მადლობა თქვენ უსმენდით აქციის მონაწილეს, რომელიც დეზერტირების ბაზართან არის მოსული. ნელ-ნელა იკრიბებიან მოქალაქეები. მე შევეცდები კიდევ გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს და შემოგთავაზოთ მათი პოზიცია. აქ როგორც უკვე გითხარით, არიან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც წლებია მსახურობენ. აი კიდევ ერთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები.
და ვკითხავთ დღევანდელი პროტესტის შესახებ. პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად. აი თქვენც რომ გითხრათ ორი სიტყვა, რატომაც ხართ ქუჩაში, რატომ გამოხვედით და რატომ ხართ დღეს ამ მარშის მონაწილე? ძალიან მარტივი არის დღევანდელი სიტუაციის ასახვა თუ რატო შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პროტესტი ის რაც 30 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკეთებდა ევროპისკენ მიდიოდა ევროინტეგრაციისკენ მიდიოდა და ეს თაობებმა შექმნეს რაც სინა თაობებმა საუკუნეების მანძილზე ჩვენ გავაგრძელეთ და მენტალურად ავართ ჩამოყალიბებული შესაბამისად დღეს ამას ყველაფერს ექმნება პრობლემა დღეს ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და ის ვინც გვეპატიჟება რომ ჩვენ ევროპაში გავერთენ მასთან გვაქვს პრობლემა ანუ პარტნიორები რომლებიც გვეუბნებიან რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ცხოვრება მასთან პრობლემა იქნება და შესაბამისად ეს პრობლემა რო აღმოიფრა ზუსტად ეს ხალხი ამიტომაც გამოდის ყოველდღურად 100,000-ობით ადამიანი რომ სიტყვა მიაწვინოს დღევანდელ ხელისუფლებას ის ნაბიჯები რომელიც იდგმება მას საზოგადოება არ ითანხმება და შესაბამისად სწორი ნაბიჯები არის გადასათქმელი რაც შეეხება თქვენი მიმართვა, რას ეტყვით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზორებიდან უყურებენ ამ პროტესტს და ხედავთ ასევე მათ გამბედაობას, აი საჯარო მოხელეების პროტესტს ვადევნებდით თვალს, რომ არავინ აღარ ერიდება სახის და სახელის დამალვას, ასე რომ თქვათ, ყველა ქუჩაშია გამოსული, აი ვინც ვერ ბედავს და ჯერჯერობით სახლიდან უყურებენ ამ პროტესტს, აი იმ ადამიანებს რას ეტყვით? იცით რა, ყოველთვის არის ესეთი მოწოდება გამოდით თქვით თქვენი სიტუაციის შემდეგ. საკმაოდ ნათქვამი არის, მე ვფიქრობ, რომ ესეთი მოწოდება საერთოდ არ არის გასაკეთებელი, რომ საკმაოდ ნათქვამი გამგებიობა ეს უნდა გაიგოს, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს თლიანად მთელი საქართველო ქუჩაში რომ დადგეს ერთი ადამიანიც რო არ დააგდეს, ამ შემთხვევაში ჯიუტად ამას არ გაიგებენ და იტყვიან რომ არის კიდე თქვა 1500 მაგრად 1800 ადამიანი. შესაბამისად, ის რაც ხდება ამის იქეთ, როდესაც ადამიანი ყველა ქალაქში, ყველა პატარა თუ დაბაში არის საზოგადოების უმრავლესობა გამოსული და ამბობს თავის პროტესტს მშვიდობიანად, ამ შემთხვევაში თუ ვერ გებულობ ამას ვერავითარ შემთხვევაში თუ არ გინდა რომ გაიგო, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიგებ. ასე რომ ის ვინც ტელევიზორთან ზის, თუ კლავიატურაზე წერს, თუ ასე შემდეგ, ეს ქმნის მთლიანად მასშტაბურად მთელი განწყობას, რაც დღევანდელ სიტუაციაში ვფრის და არავითარ შემთხვევაში ის რომ გამოდი საჭირო აღარ არის, ის დაფიქსირება რომ მე როგორც მოქალაქე ვაფიქსირებ იმ განწყობას, რა განწყობას დღეს რეალურად საზოგადოებას აქვს, რომ მინდა ევროპაში და რეალურად ვერ შევდივარ. ამას ახლა გლობალური ომის პარტიის პრობლემა ქვია, მასონების შეთანხმება ქვია თუ ასე შემდეგ, ჩემთვის სასაცილოა და საზოგადოების ყველაფერი ეს ნათელია. კი ბატონო, დიდი მადლობა. სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, როგორც უკვე იცით, იკრიბებიან დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და გაჩვენებთ ამ წუთის მონაცემებით, რამდენი ადამიანი არის მოსული თბილისის ეგრეთ წოდებულ კულინარიულ ეპიცენტრში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ადგილი ეგრეთ წოდებული ჰაბი არის შეიძლება ითქვას ქვეყნის კულინარიის ძალიან ბევრი შეფმზარეული არის მოსული ადგილზე, რომლებიც რამდენიმე წუთში მსვლელობით გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტისკენ. ახალი თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მთავარი მოთხოვნა.